პეტრიწონის დიდებული მონასტერი ბულგარეთში მდებარეობს და ის მე-11 საუკუნის ბოლოს 1083 წელს აშენდა. გრიგოლ და აბაზა ბაკურიანის ძეები ტაოელი დიდებულები იყვნენ. მამის სიკვდილის შემდეგ ძმები საქართველოდან წავიდნენ და ბიზანტიის იმპერატორის სამსახურში ჩადგნენ. გრიგოლმა თავბრუდამხვევის სამხედრო კარიერა გაიგეთა და ბოლოს იმპერატორმა ბიზანტიის დასავლეთ არმიის სარდლადაც კი დანიშნა. მხედართმთავარმა ბულგარეთში დიდი მიწები მიიღო და გადაწყვიტა ძმასთან ერთად ქართული სავანე დაეფუძნებინა. მე-19 საუკუნის აი ამ პანორამაზე იდეალურად იკითხება ისტორიული მეხსიერება. ამ პანორამის შუაში ვხედავთ ბიზანტიის იმპერატორს ალექსი კომნენოსს. მის მარცხნივ არის გრიგოლ ბაკურიანის ძე, ხოლო მარჯვნივ მისი ძმა აბაზა. რა ურთიერთობა ჰქონდა ახლა იმპერატორს ქართველ დიდებულთან? ალექსი კომნენოსი იმპერატორი სწორედ გრიგოლ ბაკურიანის ძის დახმარებით გახდა. მე-11 საუკუნის ბოლოს ბიზანტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართველები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ. ყველაზე დიდი ადგილი კი გრიგოლ ბაკურიანის ძეს და დედოფალ მარიამ ბაგრატიონს, დავით აღმაშენებლის მამიდას უჭირავთ. მარიამი იმპერიის ფაქტობრივი მმართველი იყო. მისი სახელი სამ სახელმწიფო გადატრიალებასთანაა დაკავშირებული. ბიზანტიის დედოფალს, რა თქმა უნდა, საქართველოშიც უდიდესი გავლენა ჰქონდა. ის დავით აღმაშენებლის მიერ მოწყობილ რუის ურბნისის საეკლესიო კრებაშიც კი მონაწილეობდა და საკუთარ ძმისშვილს მხარს უჭერდა. მარიამ ბაგრატიონი ბიზანტიის იმპერატორთან ერთად ხახულის ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთ სცენაშიც კია გამოსახული. 1081 წელს მარიამ დედოფალი და გრიგოლ ბაკურიანის ძე ბიზანტიაში ახალ შეთქმულებაში არიან გარეულნი. ისინი ახლა ალექსი კომნენოსს უჭერენ მხარს ტახტისათვის ბრძოლაში. ალექსის იმპერატორის ტახტზე ასვლის შემდეგ გრიგოლი უმაღლეს სამხედრო წოდებას, დასავლეთ არმიის სარდლობას და ბიზანტიის უდიდეს სამოხელეო ტიტულს, სევასტოსობას იღებს. მას ასე გრიგოლ ბაკურიანის ძმასთან ერთად აქ ააშენა მონასტერი. სხვათა შორის მაშინ მონასტრები იყო ერთადერთი ადგილი, სადაც არსებობდა სასწავლო დაწესებულებები. და აი ამ ქართველმა დიდებულმა თვითონ დაწერა წესდება აქაურობისათვის. და რა წერია ახლა აქ? აქ ამ მონასტერში მიიღებიან მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ბავშვები. ლექტორები იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ ქართველები. აქ ცხოვრება ეკრძალებათ და მოღვაწეობა ბერძნებს. და ახლა რატომ? გრიგოლ ბაკურიანიძე შიშობდა, რომ აქაურობას შესაძლოა დაპატრონებოდნენ ბერძნები. ჩვენო ბიზანტიელებმა წმენა გვასწავლესო, თორემ ცხოვრებას ესენი ვერ გვასწავლიანო, ასე წერდა იგი თავის წერილებში. დაგვიდგენია, რომ უწვერულვაშო ბავშვები მოთავსებულ იქმნენ წმინდა ნიკოლოზის მონასტერში მახლობლად ციხისა. და ერთი ვინმე მოხუცებული მღვდელთაგანი, წმიდა და მოღვაწე და ღირსეულად ჯამის მწირველი, ასწავლის მათ საღვთო წერილს. ამ მოხუცებულ მღვდელს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 6 ყრმისა, რომლებიც დიდი მონასტრიდან მიიღებენ საზრდოსა და ტანსაცმელს. ისინი უნდა დარჩნენ იქ, სანამ სრულიად არ განისწავლებიან და სამღვდელო ხარისხისთვის არ მოემზადებიან. როდესაც წამოიზრდებიან და წვერს გაუშვებენ, ისინი, ვინც მღვდლობის ღირსნი გახდებიან, განწესებულ უნდა იქნენ დიდ მონასტერში. ხოლო რომელნიც მღვდლობის ღირსნი არ აღმოჩნდებიან, სრულიად გაძევებულ უნდა იქნენ სემინარიიდან. თუმცა 6-ე ნაკლები მოსწავლე იქ არასოდეს უნდა იყოს.
მე-15 საუკუნის ბოლოს აგებული მონასტრის სატრაპეზო. მართლაც საოცარი სატრაპეზოა და რა კარგად არის შენარჩუნებული ეს ძველი ნაგებობა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ფრესკები უკვე ქართველის მოხატული არაა. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მაინც არის აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. აი ჩემგან ხელმარჯვნივ არის ერთი ფრესკა და წარწერა იჰარიტუს. ეს ნიშნავს მადლით მოსილს. და აქ პეტრიწონის მონასტერში არის ცოდნა, რომ ეს არის ის ადამიანი, ვინც შექმნა ქართული დამწერლობა. ანუ გამოდის, რომ ეს არის ფარნავაზი. ისევ მე-11-მე-12 საუკუნეების მიჯნას რომ დაუბრუნდეთ, აქ მოღვაწეობდა ისეთი დიდი ქართველი, როგორიც იყო იოანე პეტრიცი, ფილოსოფოსი, კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემიის კურსდამთავრებული, ნეოპლატონიკოსი. ის ცდილობდა, რომ ანტიკურ ფილოსოფიასა და თანამედროვე ქრისტიანობაში საერთო მოეძებნა. დიდი მეამბოხი ადამიანი იყო და გამოაძევეს კი ეს კონსტანტინოპოლიდან და შემდეგ ჩამოვიდა აქ, პეტრიწონში. და აი რამდენიმე წლის შემდეგ დავით აღმაშენებელმა სწორედ აქედან წაიყვანა გელათის აკადემიის რექტორად. ზოგადად მე მგონია, რომ საქართველოს წარმატების მთავარი ფორმულა მაშინ იყო სწორედაც განათლება. ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში გრიგოლ ხანძთელმა თავის მოწაფეებთან ერთად, როდესაც დაიწყო ეს დიდი საგანმანათლებლო საქმიანობა, აი ამან გამოიღო შედეგი უკვე მე-12 საუკუნეში და შექმნა ჩვენი ქვეყნის დიადი ოქროს ხანა. მე-12 საუკუნეში გარდა იოანე პეტრიცისა, დავით აღმაშენებელმა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სხვა განსწავლული თანამემამულეებიც მოიწვია. ამასთანავე, კონსტანტინოპოლში ყოველწლიურად აგზავნიდა წარჩინებულ სტუდენტებს განათლების მისაღებად, უკან დაბრუნების პირობით. ქართული განათლების სისტემა ამ დროს მსოფლიოში წამყვანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი გახდა. ჩვენ ვცდილობთ პეტრიწონის მონასტერში ქართულ კვალს მივაგნოთ. კომპლექსი შუა საუკუნეებში ორჯერ დაიწვა. და ახლა ძნელია ძველისა და შეცვლილის გარჩევა. თუმცა მონასტრის მუზეუმში უძვირფასესი ინფორმაცია დაგვხვდა. აქ ჩვენი მასპინძელი მუზეუმის ხელმძღვანელი სტამენ პეპელიშევია. როდესაც გრიგოლ ბაკურიანმა დააარსა მონასტერი, შეეცადა შეეძინა ყველაფერი, რაც კი აქაურობა სჭირდებოდა. აი თქვენ წინაშეა ძველი პერგამენტი. ესაა გადმოცემა მოციქულთა ცხოვრების შესახებ ბერძნულ ენაზე. ეს არის მე-11 საუკუნის დასასრულისა და მე-12 საუკუნის დასაწყისის ხელნაწერი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ იგი გრიგოლ ბაკურიანმა პირადად უძღვნა მონასტერს. მუზეუმში ჩვენ ვნახეთ გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ აშენებული ტაძრის ამბიონისა და კანკელის ნაშთები. და აი ამ მუზეუმის მშვენება. მე-11 საუკუნეში ჩამოსხმული ქართული ჯვარი, ქართული წარწერით, ძლევაი, ანუ ქრისტეს გამარჯვება. შესაძლოა ეს პირადად გრიგოლ ბაკურიანიძემ შესწირა მონასტერს. და ეს იდგა ასევე განახლებული ეკლესიის თავზეც. სულ რაღაც 3 წლის წინ, როდესაც სახურავი გამოცვალეს, მაშინ ჩამოაბრძანეს ეს ჯვარი და მოათავსეს მუზეუმის ცენტრალურ ნაწილში.
დღემდე არსებული ყველაზე დიდი კავშირი მონასტერსა და საქართველოს შორის კი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია. ერთი ვერსიით ის გრიგოლ ბაკურიანის ძემ პირადად ჩამოიტანა საქართველოდან. მეორე ვერსიით კი ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა გადასცა სარდალს. 1311 წელს ის მოჭედეს აქ მოღვაწე ტაოელმა ძმებმა, ათანასემ და ოქროპირმა. ხატის ქართული წარწერაც ამას გვიყვება. ღვთისმშობლის ხატი არა მხოლოდ ბულგარეთის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდედ ითვლება. ღვთისმშობლის წმინდა ხატი ჩვენი მონასტრის სულიერი სიმდიდრეა, რომლის წინაშე ჩვენ ყოველდღე ვლოცულობთ. ხატი ლოცავს საქმოსულ მორწმუნეებს. უძველესი დროიდან მან უამრავი ადამიანი განკურნა, უამრავი საკვირველება მოახდინა. ხატი მონასტრის თანადროულია და ალექსი კომნენოსისა და გრიგოლ ბაკურიანის მიერაა მობრძანებული. ჩვენ ამ მონასტრის დაფუძნების დღიდან ვლოცულობთ მასთან. ესაა წმინდა სხივი, ესაა მთელი მართლმადიდებლური სამყაროს სალოცავი ხატი. ეს არის პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსის ყველაზე ძველი ნაგებობა, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი ირვანდელი სახით. მე-11 საუკუნის და წარმოიდგინეთ, აქ ამ მონასტერში არის მე-11 საუკუნის ფრესკებიც კი და ეს ფრესკები შესრულებულია ქართველი ხატვის მიერ. როგორც გითხარით, ეს შესანიშნავი ფრესკები მოხატა ქართველმა იოანე ივეროპულოსი, ანუ ივერიელმა. ქართველმა ასე წერია და თვითონ წერს კიდეც, რომ მე მოვხატეო ეს ტაძარიო თავიდან ბოლომდეო. და ჩემთვის ყველაზე საინტერესო რაც არის აქ, ეს არის ეს ნაწილი, აქაც ჩანს გრიგოლ ბაკურიანის ძე, ჩემგან ხელმარცხნივ და აბასა ბაკურიანის ძე, ხელში უჭირავთ პეტრიწონის ეკლესიის მაკეტი. რა არის ეს ცხოვრება? აბასა ბაკურიანი ვერც კი მოესწრო ამ ტაძრის დასრულებას, ისე გარდაიცვალა და დაკრძალულია ამ მონასტერში, ხოლო თვითონ გრიგოლ ბაკურიანის ძე შეეწირა პაჭანიკებთან ბრძოლას. მაგრამ გავიდა 900 წელი და ამ ძმების გაკეთებული საქმე, ქართული საქმე დღესაც არ გვავიწყდება. საქართველომ პეტრიწონის მონასტერთან კავშირი გვიან შუა საუკუნეებში გაწყვიტა, როდესაც ჩვენი ქვეყანა სამეფო სამთავროებად დაიშალა. მე-16 საუკუნის ბოლოდან საქართველო მოწყდა ცოდნის მიღების მთავარ წყაროს, ევროპას. ის გადაკეტა ოსმალეთის იმპერიამ. მოიშალა საგანმანათლებლო სისტემა და როდესაც თითქოს ხსნა არ საიდან ჩანს. მე-18 საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფეს, ვახტანგ მე-6-ს, ევროპიდან ქართველი კაცი ანთიმოზ ივერიელი უგზავნის სტამბას. ხსნა ისევ განათლებაშია. ხსნა ისევ დასავლურ ცივილიზაციასთანაა. და ვინ იყო ანთიმოზ ივერიელი? როგორ მოხვდა ევროპაში? ის 16 წლის ასაკში საქართველოდან გაიტაცეს და მონად გაყიდეს სტამბულის ბაზარზე. მოგვიანებით მისი საოცარი ნიჭის წყალობით ანთიმოზი იერუსალიმის პატრიარქმა გამოისყიდა. იერუსალიმშივე ეკურთხა ბერად და მოღვაწეობა დაიწყო მაცხოვრის საფლავის ტაძარში. ანთიმოზი საუბრობდა 6 ენაზე. იყო მხატვარი, არქიტექტორი, უზადო ორატორი. მე-17 საუკუნის ბოლოს იერუსალიმის პატრიარქმა ის რუმინეთში გაამწესა. იმ დღიდან ანთიმოზი მთელ ცხოვრებას ამ ქვეყანას უკავშირებს. რუმინეთი თურქეთის მიერ იყო დაპყრობილი.
ხოლო ეკლესია კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლურ ეკლესიას ექვემდებარებოდა. მღვდელთმსახურება მთლიანად ბერძნულად ან სლავურად წარმოებდა. წიგნებიც მხოლოდ ამორ ენაზე იბეჭდებოდა. ქართველმა ბერმა პირველივე შეხვედრისას დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ქვეყნის მაშინდელ მმართველზე, კონსტანტინე ბრინკოვიანუსზე. და აი, ამ ორი ადამიანის თანამშრომლობით იბადება ახალი რუმინეთი. 1694 წელს სნაგოვოს მონასტერში ანთიმოზ ივერიელი აარსებს სტამბას და პირველად რუმინეთის ისტორიაში პირადად თარგმნის, ხოლო შემდეგ ბეჭდავს რუმინულ წიგნებს. ანთიმოზის ამ კუნძულზე მოსვლით ჩვენი მონასტრისა და მთლიანად ქრისტიანობის ახალი ისტორია დაიწყო. აქ მან მოიტანა სტამბა. სლავურიდან რუმინულად თარგმნა კონსტანტინოპოლის წმინდა მეფეთა სწავლება. ამით დაიწყო რუმინული ენის შემოტანა ჩვენს ეკლესიაში. თუმცა ანთიმოზ ივერიელი მხოლოდ რუმინული თარგმანებით არ შემოიფარგლა. მან ქრისტიანობის გავლენა გაზარდა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აღმოსავლეთში. ჩვენ გვაქვს მისი თარგმანები არაბულ ენაზეც კი. ანუ ანთიმოზ ივერიელი იყო მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც არაბულად თარგმნა და დაბეჭდა ქრისტიანული სწავლებანი. ამავე დროს ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდობას, მათ განვითარებაზე ზრუნვას. და აი, მოსწავლეები, ვინც აქ ახლდნენ, მოგვიანებით მთელს მსოფლიოში გაიფანტნენ და წაიღეს ის ცოდნა, რაც ამ კუნძულზე მიიღეს. და ასევე არ დაგვავიწყდეს მთავარი. მან რუმინეთს მისცა ახალი რუმინული ენა, მისი თარგმანები, მისი შრომები როგორც ეკლესიას, ასევე ხალხს ეკუთვნოდა. ეს იყო ახალი განმანათლებლობის ლიდერი. წარმოიდგინეთ, ის წესები, რაც რუმინულ ენაში დანერგა წმინდა ანთიმოზმა, მათი 80% დღესაც ხმარებაში. ამიტომ ვამბობთ, რომ მან რუმინულ ენას ახალი სიცოცხლე შთაბერა. აი ამიტომ ამ კუნძულზე ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი შენდება, რათა ჩვენ ვიცოდეთ, ვინ იყო ის უდიდესი წმინდანი, რომელმაც ჩვენი დღევანდელი სამეთყველო ენა შექმნა. ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა რომ კარგად გავიაზრო, მოვედი მის მუზეუმში. და აი აქ არის გამოფენილი მის მიერ დაბეჭდილი წიგნები სხვადასხვა ენაზე. არის, რა თქმა უნდა, ბერძნულად, არის, რა თქმა უნდა, რუმინულად, არის, რა თქმა უნდა, არაბულად, წარმოიდგინეთ, სლავურად და აი ქართულადაც კი. აი ეს არის 1709 წელს დაბეჭდილი სახარება, რომელიც დაიბეჭდა თბილისში. ვიცით ხო, რომ ვახტანგ მე-6-ს მან გაუგზავნა აქედან სტამბა, აქედან გაუგზავნა შრიფტები და აქედან გაგზავნა მიხაილ იშტვანოვიჩი, რომელიც იყო მისი მოსწავლე და მისი დახმარებით, როგორც თქვით, შეიქმნა ეს სტამბა. როდესაც პირველი წიგნი დაიბეჭდა, ვახტანგ მე-6-მ გამოუგზავნა ეს სახარება ანთიმოზ ივერიელს. მაშინ ანთიმოზ ივერიელმა ეს ქართული წიგნი ჩასვა ოქროს ყდაში და გაუგზავნა ლახეთის მთავარს საჩუქრად. ასევე და უთხრა რომ აიო, შენმა დახმარება რა შედეგი გამოიღოვო, რომ ეხლა იბეჭდება წიგნები ქართულად, არაბულად, სლავურად, ბერძნულად და რა თქმა უნდა, რუმინულად. აქვე არის აი ეს ძალიან საინტერესო წიგნი და საინტერესო არის იმით, რომ ის მოჭედილია მის მიერ, ანუ ფიგურებიც კი მის მიერ არის გამოყვანილი. მართლაც ავიცი მრავალმხრივი და ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. აი ამას რაც შეეხება მაღლა რაც არის ეს გარდამოხსნის სცენა, ცუდად ჩასმარა, აი აქაც არის ანთიმოზ ივერიელის უკვე ხელმოწერა, სულ დაბლა. მაგრამ ამ მუზეუმში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის წიგნი, სადაც არის ანთიმოზ ივერიელის ქადაგებები მისი სავარაუდო ავტოპორტრეტით. მე მინდა განსაკუთრებით დავაკვირდეთ აი ამ წიგნს. როგორც თქვი, ეს არის მისი ქადაგებების წიგნი და ეს არ არის ნაბეჭდი, ეს არის ხელით შესრულებული. ეს გადაწერილია მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში.
ანუ სავარაუდოდ აქ ანთიმოზ ივერიელი არის ჯერ კიდევ ცოცხალი. და მისი პორტრეტი არის აქ ძალიან საინტერესო. სავარაუდოდ, კიდევ ვიმეორებ, შესაძლოა ეს იყოს მის მიერ შესრულებული. და აი აქედან ჩვენ გვიყურებს ადამიანი არა მორჩილი, რომელიც მხოლოდ ლოცვით არის დაკავებული, არამედ პიროვნება, რომელიც მზად არის შეცვალოს სამყარო და ეპოქა. მოდი ვნახოთ რა პერიოდში მოღვაწეობს ანთიმოზი. აქ ერთი მხრივ არიან ოსმალები, მეორე მხრიდან ვატიკანი, ავსტრო-უნგრეთის იმპერიით და უკვე იწყებს გაძლიერებას რუსეთის იმპერია. არის საშიშროება, რომ ვიღაც გადაგყოლაპავს. რა ხდება ჩვენთან? აქ ეკლესიის მსახურებმაც კი ძალიან ცოტამ თუ იცოდა კითხვა. არ იყო სკოლები, არ იყო საგანმანათლებლო სისტემა. აი ეს ნახა წმინდა ანთიმოზმა. მან თქვა, რომ ეკლესიის ფუნქცია ესაა განმანათლებლობა და განახორციელა კიდეც. დაიწყო წიგნების ბეჭდა და გავრცელება. მან ეკლესიისა და ხალხის განათლებას მოჰყიდა ხელი. და ამას მხოლოდ რუმინელი ხალხისთვის კი არ აკეთებდა, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. 6 ენაზე საუბრობდა. ხეზეკვეთის დიდი ოსტატი გახლდა, ხატავდა, წერდა, გამოსცემდა წიგნებს, თარგმნიდა. წარმოგიდგენიათ, რა ადამიანზე ვსაუბრობთ? რა განათლების და შესაძლებლობების მქონე პიროვნებაა ჩვენს თვალწინ. და ხომ ხვდებით, იმ ეპოქაში ანთიმოზი უფლის სიყვარულს როგორ მიაწვდიდა ხალხს, როგორ გააოცებდა, როგორ ახსნიდა. სნაგოვოდან ანთიმოზ ივერიელი რიმნიკუ ვილჩაში გადადის, სადაც ასევე არსებს სტამბას. ამ მონასტერში დღესაც ინახება ეპისკოპოსის კვერთხი, როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებული სიწმინდე. სწორედ რიმნიკუ ვილჩადან გამოგზავნა ანთიმოზ ივერიელმა საქართველოში სტამბა, რათა მისმა თანამემამულეებმა ქართულ ენაზე დაბეჭდონ წიგნები და ფართოდ გავრცელდეს ცოდნა. 1709 წელს თბილისში დაიბეჭდა სახარება, 60 ქულო და დავითნი. 1712 წელს კი ვეფხისტყაოსანი. 1709-1722 წლებში თბილისის სტამბაში 19 წიგნი გამოიცა. ანთიმოზ ივერიელი არის 300 წლიანი ისტორიული თანამშრომლობის და მეგობრობის განსაკუთრებული სიმბოლო და ზოგადად განსაკუთრებულია როგორც თავისი მისიით, ასევე თავისი ღვაწლით და თავისი მემკვიდრეობით. რასაც ვფიქრობ მე სულ ეს არის, რომ აი მისი საგანმანათლებლო საქმიანობა არის ყველაზე დიდი, მე მგონი, რაც მან დაუტოვა რუმინეთს როგორც მემკვიდრეობა. განათლებასთან დაკავშირებით მისი ძალიან საინტერესო ესეთი ჩანაწერია ერთ-ერთ ქადაგებაში, რომელიც ცალკე წიგნად აქვს გამოცემული და იქ ამბობს, რომ ყველა იმ უბედურებათა შორის, რაც საშინლად აზიანებს და ამახინჯებს ადამიანის სულს და გონებას, ყველაზე საშიში არის გაუნათლებლობა, უცოდინრობა და აზრის შეზღუდულობა. ძალიან ხშირად ვფიქრობ მე ანთიმოზ ივერიელზე როგორც ქართველზე, მაგრამ ის ხელს აწერს როგორც ქართველი, არაბულ თარგმანებში აწერს ხელს როგორც გურჯი, მაგრამ თავის მოგონებებში, თავის მოსწავლეებთან, თავის თანამოაზრეებთან არასოდეს საუბრობს მის წარსულზე. ეს სულ მაფიქრებს, რატომ ალავს ის თავის წარსულს. ის ქართველი რუმინელია თუ რუმინელი ქართველი, არც კი ვიცი. დაიბადა საქართველოში და რუმინეთში მოღვაწეობისას ყოველთვის წერდა ანთიმოზ ივერიელი. ანუ თავის ფესვებს, წარმომავლობას ყოველთვის ხაზს უსვამდა. ახლა ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ. ეს ჩემი პირადი აზრია. ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს წმინდა ანთიმოზზე და მის ოჯახზე. ვიცით რომ ყავდა მშობლები, მაგრამ არ ვიცით არაფერი ყავდა თუ არა ძმები, დები. ვიცით რომ დაახლოებით 16 წლის იყო, როდესაც მოიტაცეს და
მონად გაყიდეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ხდებოდა მის სულში, როდესაც მოიტაცეს. ვფიქრობ, ამ ამბავმა მასზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის მიხვდა, რომ მარტო უნდა იბრძოლოს ცხოვრებაში, დაივიწყა წარსული და ორიენტირდა მომავალზე. რატომ დაივიწყა წარსული? არ ვიცი. რაღაც მოხდა. მან უარი თქვა წარსულზე, მაგრამ მისი ნოსტალგია სამშობლოს მიმართ დატოვა ხელმოწერაში. ანთიმ ივერიელი. $1708 წელს ანთიმოზ ივერიელი რუმინეთის ყველაზე მაღალი სასულიერო პირი, მიტროპოლიტი ხდება. ამ დროს კიდევ უფრო მეტი წიგნი იბეჭდება. შენდება 20-ზე მეტი ეკლესია. და აი მისი მოღვაწეობის მწვერვალი ბუქარესტში. ყველა წმინდანის სახელზე აგებული ტაძარი. მისი მოღვაწეობიდან 300 წელზე მეტი გავიდა და რუმინეთის ეკლესია ახლაც მისი დანერგილი წესებით ხელმძღვანელობს. აქ მან ახალი ეპოქა შექმნა. მის მიერ შექმნილ ლიტურგიულ წესებში 85% დღემდე არ შეცვლილა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა კოლოსალური შრომა გასწია რუმინელი ხალხის ღმერთისა და ეკლესიის სამსახურისთვის. მე ვხედავ ახლა ანთიმოზ ივერიელის ფრესკას აი შუაში და ვხედავ მის აშენებულ ეკლესიას, რა კონცეფციით ააშენა ეს ეკლესია, რა იდეა იყო? ჩვენს თვალწინაა სხვადასხვა არქიტექტურის, კულტურის შერწყმის უნიკალური ნიმუში. მშობლიური ქართული, ბიზანტიური, იტალიური, ზოგადად აღმოსავლური და დასავლური სტილი. ანთიმოზმა პირადად შეაჯერა და ააგო ეს დიდებული ტაძარი. და აი, ცენტრში მისი ფიგურა ღირსეულადაა ჩასმული. აქ, ამ მონასტერში, ყველა ნაბიჯზე ჩვენ ანთიმოზის ხასიათის ახალ-ახალ შტრიხებს ვპოულობთ. მისი მრავალი ნიჭიდან ერთ-ერთი არის აი აქ. მან გადაწყვიტა ეკლესიის მთავარი კარიბჭე საკუთარი ხელით გაეკეთებინა, რადგან იგი იყო ამ ტაძრის წინამძღვარი. გასაღებს, რომელიც ამ კარს აღებდა, ჰქონდა განსაკუთრებული დიზაინი. მის ბოლოში გამოსახული იყო ლოკოკინა. ლოკოკინა არის ანთიმოზის სიმბოლო. რატომ აირჩია მან ეს სიმბოლო? ლოკოკინა აშენებს საკუთარ სახლს. ამავე დროს ის სიარულისას ტოვებს კვალს, რომელიც ბრწყინავს. ამით ანთიმოზს სურდა ეთქვა, რომ ყოველმა ადამიანმა, ყოველმა ქრისტიანმა, რომელიც თავის სულს ანდობს უფალს, უნდა იცხოვროს ლოკოკინასავე, იაროს ნელა, მორჩილებით და დატოვოს ნათელი კვალი ცხოვრებაში. ამავე დროს უნდა ვისწრაფოდეთ უფლისაკენ. აი ნახეთ, აქ ბოლოში გამოსახული ვარსკვლავი არის უფალი, რომელიც ყველას მიიღებს. ანუ ლოკოკინა არის სიბრძნისა და მორჩილების სიმბოლო. და ეს სიმბოლო, როგორც თქვი, ასევე გასაღებზე იყო ამოტვიფრული, რადგან როდესაც ტაძარს აღებდნენ და შედიოდნენ, არ დავიწყებოდათ უმთავრესი მორჩილება. $1714 წელს თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ანთიმოზის მფარველი და თანამოაზრე, ქვეყნის მთავარი კონსტანტინე ბრანკოვიანო. ანთიმოზი, რომელმაც ოსმალეთთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დახმარებით თანამდებობიდან გადააყენეს. ანთიმოზ ივერიელის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები არის მთელი დრამა. წარმოიდგინეთ, იმ ეკლესიამ, რომელიც მან შექმნა პრაქტიკულად, უარი უთხრა ყველაფერზე. ანთიმოზ ივერიელს ჩამოართვეს ყველა რეგალია, გამოაძევეს ეკლესიიდან, სახელიც კი წაართვეს ანთიმოზი და დაუბრუნეს საერო სახელი, ანდრია. პრინციპში გახდა უკონელ უპოვარი. აი ისეთი, როგორიც იყო 16 წლის ასაკში, როდესაც
გაყიდეს სტამბულის ბაზარზე. და შემდეგ მას აუგზავნეს უკვე რუმინეთში ცხოვრება. და უბრძანეს, რომ უნდა დაეტოვებინა ქვეყანა და გააყოლეს თურქი იანიჩარები, ანუ თურქი ჯარისკაცები. და აი, გზად მიმავალი უკვე სინას მთისაკენ ანთიმოზ ივერიელი ამ ჯარისკაცებმა მოკლეს მდინარესთან. მისი სხეული აკუწეს და წყალში გადაყარეს, რომ არავის არასოდეს ცოდნოდა, სად იყო მისი ცხედარი. 250 წელი დასჭირდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საკუთარი შეცდომის აღიარებისათვის. და მხოლოდ 250 წლიანი დუმილის შემდეგ 1966 წელს მოუხსნეს ანთიმოზ ივერიელს ანათემა. 1992 წელს რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა. როდესაც მის ხატს წერ, ცდილობ დავინახო მისი ხასიათი მთლიანად და გადავიტანო ჩემს შემოქმედებაში. ის არ იყო რუმინელი, მაგრამ მთელი სიცოცხლე მისცა რუმინეთს. ხალხისა და რწმენისთვის გასწირა თავი. ის ჩვენთვის არის სულის ხსნის მაგალითი. მკაცრი ხასიათით რუმინელებს გვეუბნებოდა, სადაა ჩვენი ნაკლი. და დღესაც ანთიმოზ ივერიელი რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის წმინდა სხივი, რომელიც აი ახლაც გვაძლევს სწორ მიმართულებას ცხოვრებაში. საბერძნეთი. ათონის მთა. მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო ცენტრი, რომელიც 1200 წლის წინ დაარსდა. მე-10 საუკუნიდან აქ ქართველი ბერებიც მოღვაწეობენ. ათონის ივერთა მონასტერი. შუა საუკუნეების ქართული იდეოლოგიის მთავარი ცენტრი. აი, შემოვედით ივერონში. ეს იყო ჩვენი ქართველების საგანმანათლებლო კერა. წარმოიდგინეთ, ეს იყო ბიზანტიის იმპერიის შუაგულში და აქედან მიდიოდა საქართველოში ცოდნა და ქართული გამოცდილებაც მოდიოდა აქ. აი, აქ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა, მთავარი გაცვლა ხდებოდა აქ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზანტია არის ჩვენი ნათლია. ჩვენთან ქრისტიანობის შემოსვლად უკავშირდება სწორედ ბიზანტიის პირველ იმპერატორ კონსტანტინე დიდს. შესაბამისად, ის ყველაფერი, რაც ქრისტიანობას მოყვება, აი ამის წყარო იყო, აი ამ 11 საუკუნის განმავლობაში ბიზანტია ჩვენთვის. იმ პერიოდის მსოფლიოში ბიზანტიაში შეიძლება საუკეთესო განათლების მიღება და შესაბამისად ყველა ის დიდი მოაზროვნე შუა საუკუნეების ქართველი, ვინც ჩვენ ასე გვეამაყება, სწორედ ბიზანტიაში იღებს განათლებას ათონელების გარდა ეფრემ მცირე, არსენი ყალთორი, იოანე პეტრიძე და სხვები. ათონზე ეს ქართული მონასტერი მე-10 საუკუნეში მამაშვილმა იოანე და ექვთიმე ათონელებმა დააარსეს. თუმცა მის განვითარებაში უდიდესი წვლილი ქართველ სასულიერო პირსა და ბრწყინვალე სამხედრო მოღვაწეს თორნიკე ერისთავს მიუძღვის.
თორნიკე ერისთავი არის ასევე ამ ტაძრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. როდესაც თორნიკე ერისთავი მოიწვია ბიზანტიის იმპერატორმა დასახმარებლად და მან დაამარცხა ბარდას კლიაროსი, მაშინ აი თორნიკე ერისთავი დაჯილდოვდა ბიზანტიის იმპერატორის მიერ ძალიან უხვად და ეს შემოწირულობა თორნიკე ერისთავმა მოახმარა აქ, ივერონის მშენებლობას. იმდენად დიდი იყო ბიზანტიის სამეფო კარზე თორნიკე ერისთავის გავლენა, რომ იმპერატორმა მას სვინკელოსის ტიტული უბოძა. სვინკელოსის ტიტულის მფლობელი მოიაზრებოდა კონსტანტინოპოლის მმართველი პატრიარქის შემცვლელად და ასევე სვინკელოსის ტიტულის მფლობელი იყო ბიზანტიის საიმპერატორო სენატის წევრიც. ეხლა თორნიკეს შემთხვევაში ის რამდენად მოიაზრებოდა მომავალ მსოფლიო პატრიარქად, ანუ კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსად ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ თორნიკემ როცა ეს ტიტული მიიღო, ახალი ასულია ნიკოლოზ მეორე საპატრიარქო ტახტზე და თორნიკე გარდაიცვალა სანამ ეს მოქმედი პატრიარქი გარდაიცვლებოდა. მაგრამ თვითონ როგორც ტიტული გარკვეულ პერიოდში მოიაზრებდა იმას, რომ ამ ტიტულის მქონე მოქმედი პატრიარქის შემცვლელი იქნებოდა. თორნიკე ერისთავმა საკუთარი სიმდიდრე ათონის ქართველთა მონასტერს მთლიანად მოახმარა და აქვე გააგრძელა ცხოვრება ბერის სტატუსით. მისი ჯაჭვის პერანგის ნაწილი ამჟამადაც მონასტერში ინახება. როგორც ვიცით გადამოცემით, აი ფრესკაზე გამოსახული არიან ქართველი მეფეები და მხედართმთავრები. აი ეს უნდა იყოს დავით აღმაშენებლის ფრესკა, სავარაუდოდ როგორც ამბობენ. ხოლო აი უკან დავით აღმაშენებლის მარცხენა მხარეს ეს უნდა იყოს თორნიკე ერისთავი. ძალიან მდიდარი მონასტერი იყო დაარსების დღიდან. აი ერთ-ერთი შეძლებული ის საუკეთესო ადგილზე დაარსდა. ქონების არსებობა მოზრუნველყო იქ, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა. დამაარსებლები, ანუ პირველი წინამძღვარი არის ივანე ათონელი, ამბობს ასეთ რამეს, რომ ჩვენი ენა და შესაბამისად ქვეყანა არის ნაკლოვანი წიგნებით, ანუ მას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ლიტერატურა და ენა თუ არ გამდიდრდა თარგმანებით, ის ვერ ვითარდება. თავის შვილს, რომელიც არის მონასტრის მეორე წინამძღვარი, ის ამას ანდერძად უტოვებს, რომ მან ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს ნაკლოვანება აღმოფხვრას. ივერონში ბერძნულიდან ქართულად ითარგმნებოდა და საქართველოში იგზავნებოდა ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურა. მონასტერი ქართული საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ხერხემალი გახდა. დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ რუის ურბნისის კრების მთავარ სახელმძღვანელოდ სწორედ ივერონზე შექმნილი კანონიკური წიგნები იყო გამოყენებული. მონასტერში მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ივერიის ღვთისმშობლის ხატი მე-10 საუკუნიდანაა დაბრძანებული. ეს არის სასწაულმოქმედი ხატი მორწმუნეებისათვის. შეჭედილობა რაც არის, ეს არის ქართული შეჭედილობა უკვე. აი აქ ჩანს ძალიან კარგად ეს წარწერა, სადაც ქაიხოსრო ჯაყელი ავედრებს მის ოჯახს, ამ სასწაულმოქმედ ხატს. ღვთისმშობელთანაა დაკავშირებული ათონის მთაზე შექმნილი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული თქმულება, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამ თქმულების პარალელურად აქ მოღვაწე ბერები ქმნიან ერთიანი საქართველოს იდეოლოგიას და თვით ტერმინს საქართველო. ივანეს დეიქთიმეს ცხოვრება, ეს არის გიორგი მთაწმინდელის მიერ დაწერილი ტექსტი და აქ იხსენიება პირველად საქართველო თანაც ერთ წინადადებაში ორჯერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველო როგორც აი ესეთი გეოგრაფიული ტერმინი პირველად დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში იხსენიება და ეს ტექსტი დავით აღმაშენებლის ცხოვრებას 90 წლით მაინც უსწრებს. ათონის მთიდან წამოსულმა ამ ორმა იდეოლოგიურმა გზავნილმა შუა საუკუნეებში ქართველ ხალხს უზენაესი მისია განუსაზღვრა. ამ იდეოლოგიით უფლის წილხვედრმა ქვეყანამ ქრისტეს სახელით უნდა დაიცვას რწმენა, ხოლო ამის განხორციელებისათვის აუცილებელია ქართველთა ერთიანობა. და ეს მისია საქართველომ 100 წლეულების განმავლობაში ატარა.
ქართველთა პოზიციები მონასტერში მე-14 საუკუნიდან შესუსტდა. მას შემდეგ რაც ივერონის ქართველ იღუმენს ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალი დასდეს, მონასტერში წინამძღოლად ქართველის არჩევა აიკრძალა. მიუხედავად ამისა, აქაურობას ქართველი მეფეები კვლავ მფარველობდნენ და ათონზე ქართველი ბერებიც განაგრძობდნენ მოღვაწეობას. მე-18 საუკუნეში ათონის მთას ესტუმრა ცნობილი მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი, რომელიც ივერონში დიდი პატივით მიიღეს. როგორ დავკარგეთ ახლა ივერონი? ივერონი დავკარგეთ მას შემდეგ, რაც დაიკარგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მე-19 საუკუნეში. აღარ იყო აღარც სახელმწიფო, აღარ იყო აღარც ეკლესია დამოუკიდებელი. და აი, ბერძდება მე ნელ-ნელა გადაიბარეს აქაურობა და ჩამოგვართვეს ჩვენ ქართველებს. მე-19 საუკუნეში ათონის მთაზე ჩასულ ქართველებს მონასტერში საერთოდ აღარ უშვებდნენ. ბერძნები შიშობდნენ, რომ თუ აქ ბევრი ქართველი მოვიდოდა, ისინი ივერონს კვლავ დაეპატრონებოდნენ. ქართველთა და ბერძენთა შორის დაპირისპირება განსაკუთრებით ქართველი ბერის, ბენედიქტე ბარკალაიას ნახევარკუნძულზე ჩასვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ის ივერონში არ მიიღეს. ხო და ამაზე განაწყენებულმა გადაწყვიტა მიზნად დაისახა, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, მიეძღვნა თავისი სიცოცხლე, რომ ქართველების უფლებები აღდგენილიყო ათონის მთაზე. ამიტომ ბენედიქტემ მოაგროვა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ კუთხეში მსურველები, ვინც ათონზე წავიდოდა, რადგან ფინანსიც ჰქონდათ, მათ ისიც კი მოახერხეს, რომ ხაზი გაესვათ არა მხოლოდ მოღვაწეების, ასე ვთქვათ, რაოდენობაზე, არამედ საეკლესიო გალობის მცოდნეები, წიგნის მკითხველები, რომელთაც კარგად იცოდნენ წიგნობრობა. ანუ გარკვეულწილად ბენედიქტემ მთელი საქართველო მოიცვა. და აი ბენედიქტეს ორგანიზებით ქართველებმა ივერონთან ახლოს შეიძინეს ამავე მონასტრის კუთვნილი, მიტოვებული იოანე ღვთისმეტყველის სავანე და დაიწყეს მისი გაფართოება. 1869-70 წელს უკვე 25 ქართველი იყო იქ ჩასული. მაშინვე ესე იგი გამძაფრდა ეს შიში, რომ ქართველები აქ აპირებენ ჩვენი დედა მონასტრის წართმევას, ანუ ივერთა მონასტრის. ათონის ნახევარკუნძულზე არსებული წესით, ქართველებს ივერონის მონასტრის ნებართვის გარეშე, სავანეში ათეულობით ბერმონაზონის ყოლის უფლება არ ჰქონდათ. ქართველები ითხოვდნენ ძმათ მიღებას ივერთა მონასტერში თანაბარი უფლებით. მონასტერი საერთოდ წინააღმდეგად მიდიოდა ამაზე. საუბარი იყო, რომ თავიდან ჩვენ უფლება მოგეცით თქვენ, რომ სამი ბერი დამკვიდრებულიყო თავის მოწაფეებით და თქვენ უნებართოთ კანონის დარღვევით გაამრავლდეთ. ამან მერე შედეგად გამოიღო ის, რომ თუ რაიმე თვალსაჩინო საბუთი იყო ქართველების მონასტრის კუთვნილებისა, მაგალითად ქვა იყო, რომელიც შეცვალეს და ამოიღეს ქართული წარწერით, ფრესკა იყო სტოვაში, რომელიც დღემდე არის, გადაღებეს, ეს მოხდა 1893 წელს, სადაც ეწერა, რომ ქართველთა მეფენი დამაარსებელი ამ მონასტრის ქტიტორნი გადაღებეს და დააწერეს ბიზანტიელი იმპერატორები ამ მონასტრის ქტიტორნი. აი ეს დისკო, რომელიც ჩანს, იქ იყო ადრე ქართული წარწერა, სადაც ეწერას დეკით მტკიცე და შეურყევლად და თქმა უნდა ახლა ეს დისკო დაკარგული, ამოღებული და ბერძნული წარწერით არის ჩანაცვლებული. ასეთივე წარწერა იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტერში და ის წარწერაც დაკარგულია, დეკით მტკიცე და შეურყევლად. კაც ეს ეწერა. 10 წლეულები გაგრძელდა ეს დაპირისპირება და ბოლოს ის ქართველების მარცხით დასრულდა. ეს მოხდა 1919 წლის 9 მარტს, როდესაც ავიდნენ ჯარისკაცებთან ერთად ბერძენი ბერები და ქართველებს მოთხოვეს დატოვება თავიანთი სახლების, როგორ მოიქცნენ ისინი სრულიად შეუსაბამოს საბერო ხარისხისთვის, წაართვეს ქონება, ბევრი ნივთი მიისაკუთრეს, ხატები და უფლება მისცეს მხოლოდ წაეღოთ რაღაცა ერთი კაცი სამყოფი. სავანიდან წამოსული ქართული საძმო დაიშალა. ნაწილი საქართველოში დაბრუნდა, ნაწილმა კი იქ არსებულ სხვადასხვა მონასტრებს შეაფარა თავი. არქივებში სხვადასხვა წერილებთან ერთად შემორჩენილია თურქეთში საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსულის, იოსებ გოგოლაშვილის წერილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისადმი, სადაც ქართველი ბერების მდგომარეობაა აღწერილი. ათონში დარჩენილი ბერები შეეფარნენ რუსეთის პანგილიიმონის სკიცს და თვეში ბინისქირას იხდიან 15 დრახმას. სანამ ჰქონდათ რამდენიმე გროში, ისინი არ გვაწუხებდნენ, მაგრამ ამჟამად უკაპიკოდ დარჩენილან და მთავრობას თხოვენ ცოტაოდენ დახმარებას.
თუმცა ამ წერილიდან ერთ თვეში საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაეცა და ათონელი ბერები საქართველოში აღარავის გახსენებია. 1935 წელს ევროპაში მოღვაწე ცნობილმა მეცნიერმა გრიგოლ ფერაძემ ქართველი ბერები ბოლოს სტეფანე წმინდა მოწამის სენაკში მოინახულა. უიმედოდ მყოფმა ქართველებმა ფერაძეს მათ მიერ გადაწერილი ხელნაწერები და წიგნები გამოატანეს შესანახად. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს გრიგოლი ფაშისტებმა დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. დაიკარგა მისი არქივიც. მე-20 საუკუნეში ათონის მთაზე მოღვაწე ბოლო ქართველი ბერი ტიხონ შერაზადიშვილი იყო, რომელიც მარტოობასა და გაჭირვებაში ატარებდა სიცოცხლის დარჩენილ დღეებს. მოხდა ისე, რომ იმ პერიოდში ივერთა მონასტერში ერთი გულისხმიერი ბერი იყო, თქვა, რომ ჩვენ ახლა ქართველების დაარსებულ მონასტერში ვართ, დამფუძნებელ მამებს ყოველდღე ვახსენებთ და აგერ ქართველი შიმშილით კვდება მარტო კაციო. ადგა და წამოიყვანა სხვათა შორის და ივერთა მონასტერში მოიყვანა. ცხოვრა ტიხონმა, ბერმა ტიხონმა 1958 წლამდე. ქართველების უკანასკნელი თავშესაფარი დღეს მიტოვებულია. 2001 წელს ორ ჩემ ძვირფას მეგობართან ერთად განვიზრახეთ, რომ ჩავსულიყავით მოგველოცა ათონი, გაგვეგო აი იქ დარჩენილი უნუგეშო ბერების შესახებ თუ იყო რაიმე შემორჩენილი. ჩემმა მეგობარმა მიხეილ ფერაძემ მოახერხა ესე შესვლა იქ ტაძრის ფანჯრიდან და ვხედავთ, რომ სამკვეთლოზე დევს დამტვერილი სრულიად და ესე იგი ღამურების ასე ვთქვათ წიგნი რა ფერიც არ ეტყობოდა. ავდექით გადავშალეთ და აღმოჩნდა ქართულად დაწერილი ხელნაწერი, სადაც ჩაწერილი იყო მამების სახელები და ისე გაგვიხარდა რაღაც გარკვეული გზავნილი იყო, იმიტომ რომ იქ ფაქტიურად ნახევარი საუკუნე მიტოვებული იყო. ათონის მთაზე დღეს რამდენიმე ათეული ქართველი ბერი სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობს. თუმცა ივერონის კარი მათთვის დღემდე დაკეტილია. ათონის მთიდან კუნძულ კვიპროსისაკენ ვინაცვლებთ. ეს კუნძული საქართველოდან 1500 კილომეტრითაა დაშორებული. თუმცა ჩვენი თანამემამულეები შუა საუკუნეებში აქაც ცოდნის მიღების წყურვილმა ჩამოიყვანა. კვიპროსი ევროპას, აფრიკასა და აზიას შორის მოქცეული კუნძული. წარმოიდგინეთ, აქ ქრისტეს მოციქულებიც კი მოღვაწეობდნენ. ევროპიდან წმინდა მიწაზე მიმავალი პილიგრიმები აუცილებლად ჩერდებოდნენ აქ. და ამ კუნძულზე მე-10 საუკუნეში უკვე ჩვენი წინაპრებიც გამოჩნდნენ. და იმდენად ღრმაკვალი დატოვეს კვიპროსელების ცხოვრებაზე, რომ მათი გადმოცემით აქ თამარ მეფეა დასაფლავებული. და აიმე ჩამოვედი კუნძულზე, რათა ქართველების კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოგითხროთ. ჩვენ რა პერიოდით საუბრობთ, ეს არის როცა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობიდან კვიპროსი გადადის ჯვაროსნების ხელში. ანუ მე-12 საუკუნის ბოლოს მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს კვიპროსი გახდება ინგლისის მეფის რიჩარდ ლონგულის მთავარი დასაყრდენი და ბაზა, რომლის შემდეგაც ის იქიდან უკვე გადაინაცვლებს წმინდა მიწაზე. ასე რომ ამ პერიოდში უკვე კვიპროსი არიან ჯვაროსნები და საუკუნეების მანძილზე ამის შემდეგ, მას შემდეგაც კი რაც იერუსალიმის სამეფო დაეცემა, კვიპროსი აგრძელებს არსებობას როგორც კვიპროსის სამეფოს სახით, თამარ მეფე იმ დროისთვის ნამდვილად ლეგენდარული ფიგურაა. გარდა იმისა, რომ ის მართავს აღმოსავლეთის ესეთი შორეულ ეგზოტიკურ ქვეყანას, ხო? რეალურად ის არის ახლო აღმოსავლეთის ძალთა ბალანსის ერთ-ერთი გამსაზღვრელი. ასე რომ არ არის გასაკვირი პრინციპში ის ამბები, რაც მის გარშემო არსებობს, როგორც რეალური, ისე მითოლოგიზებული. კვიპროსის სამხრეთ ნაწილში, სოფტადესში, ახლა ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით. ისინი აქ ქართული მონასტრის ნაშთებს იკვლევენ. სად და რას წარმოვიდგენთ, რომ კვიპროსში შეიძლება იყოს ქართული ისტორიული ძეგლებიც, ბატონო ვახტანგ. მაინტერესებს, რას მივაკვლიეთ და რას ველოდებით კიდევ.
აქ ძალიან საინტერესო ფაქტებს მივაკვლიეთ არქეოლოგიური თვალსაზრისით ქართველების მოღვაწეობის პერიოდს, მაგრამ ამას წინ უძღოდა კიდე სხვა ისტორია. ეხლა კონკრეტულად მე მხედველობაში მაქვს აი ეს სამნავიანი ბაზილიკა, სადაც ეხლა ჩვენ ვიმყოფებით. ეს არის ნარტექსი, დასავლეთი ნაწილი, საიდანაც არის შესასვლელი ცენტრალურ ნავში. მარცხნივ, ანუ ჩრდილოეთით არის ჩრდილოეთის ნავი, სამხრეთით ბუნებრივია სამხრეთის ნავი. ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო თაღებით. აი ეს მარმარილოს იატაკი არის სწორედ ის, რაც მე-6 საუკუნეში დაიგო აქ, რომლის დიდი ნაწილი არის შენარჩუნებული და შემონახული. თუმცა ბუნებრივია, რომ შემდგომი გადაკეთების დროს ეს ბევრჯერ არის გადაკეთებული, ეტყობა კიდეც თუ დააკვირდებით კედლებს. რა თქმა უნდა, ეს იატაკი ზიანდებოდა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქ სამარხებს მართავდნენ და ეს სამარხი ორმოები არის და ამიტომ არის ასე დაზიანებული, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც დაკარგული აქვს უკვე ფუნქცია აი ამ ძირითად სამნავიან ბაზილიკას, მაგრამ საბედნიეროდ ფუნქციონირებს მისი სამხრეთი ნაწილი. ეს ის პერიოდის მშენებლობა, როდესაც აქ ქართველი ბერმონაზვნები მოდიან და აგრძელებენ სასულიერო ცხოვრებას ამ ტერიტორიაზე. სწორედ ეს არის ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, რომელ საუკუნეში მოდიან აი აქ ამ ბორცვზე ქართველები. აქ ორი ქრონოლოგიური მონაკვეთი გვაქვს, რის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ერთი ეს არის ეს არაჩვეულებრივი წერილი, რომელიც რომის პაპმა კლიმენტი მე-5-მ მოწერა პაპოსის მოდელთავას და უწერა, რომ ძმაო რობერტ, ჩემამდე მოვიდა ეს ცნობა, რომ თურმე ვიღაცა სქიზმებმა, ანუ არაკათოლიკებმა, დაიკავეს ჩვენი ეკლესია მონასტრები. და ჩამოთვლილია ღალიას მონასტერი, მაგრამ ღალია ყოველთვის ქართული იყო, ლააკრონაც წმინდა საბას მონასტერი. ანუ ეს ის ინფორმაცია, რომელიც მიგვითითებს, რომ ამ პერიოდიდან უკვე აქტიურად მოღვაწეობენ ქართველი ბერმონაზვნები კვიპროსის ტერიტორიაზე, მაგრამ ზუსტი მითითება გვაქვს 1580 წელს პარიზში გამოცემულ წიგნში კვიპროსის აღწერა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ქართველები ფლობენ მონასტრებსა და ეკლესიებს სოფელ ალამინოსსა და მის გარშემო. ანუ იქ სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და კიდე დამატებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ასევე ადგილობრივი სასულიერო ტრადიცია და საერო ტრადიცია ერთხმად აღიარებს იმას, რომ ეს მიწები ყოველთვის ქართველებს ეკუთვნოდა. ეს ისეთ მიღებული ფაქტია, ნებისმიერ კვიპროსელს რო კითხვა, ვინც დადის ახლა, იგივეს გეტყვის ზუსტად. ეს იყო ქართული ეკლესია. ეს იყო ქართული ეკლესია. თითქმის 400 წელია დაკარგული იყო, ხო აქაურობა? და მაინც იყო ხალხში შემორჩენილი ამბავი, ცოდნა, რომ ეს არის ქართული ეკლესია. თქვენ რომ მოხვედით, ასე დაგხვდათ? ჩვენ რომ მოვედით, აქ იყო მარტო ზედარიგი აბსიდის, აი ეს და აი ეს ლითონის ჯვარი რო დგას, ის იდგა. ეს არაფერი არ იყო, აქ არაფერი არ ჩანდა, ერთლიანად დაპარული იყო ბარდები. თუმცა როგორც ჩანს, ეს არ უნდა ყოფილიყო ძალიან დიდი მონასტერი აქ. არა, რა თქმა უნდა, ეს იყო ფილიალი თუ შეიძლება თანამედროვე ტერმინოლოგიით, ანუ ღალიას მონასტრის მეტოქი. და შესაბამისად აქ დიდი რაოდენობის ბერმონაზვნები არ იცხოვრებდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი ის არის, რომ აქ ნამდვილად მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები. ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, არის აღმოჩენილი წელს, ხო? კი, ეს ახალი მონაპოვარია. ჩვენთვის რაც განსაკუთრებით საინტერესოა, არის აი ეს მოჭიქული კერამიკა, აი ეს მაგალითად ნახე. ეს ამისია, ხო? ეს ამის ფრაგმენტია. ნახე რა კარგად ჩანს, აი გატეხილია. ეს არის მე-13 საუკუნის მეორე ნახევარი, მე-14 საუკუნის დასაწყისი. რა არის ისე ზოგადად არქეოლოგია, მართლა რო დაფიქრდი ადამიანი, ეხლა შეიძლება უყურებ რაღაც ნატეხებს, მაგრამ რამხელა ინფორმაციას იძლევა. თუნდაც ეხლა რო აიღო, ხო? როგორც კი აი ესეთ ნივთსიპოვი, მაშინ დათარიღებაც აი ასე ხდება, რომ უძველესი პერიოდი, ქრისტიანობამდე პერიოდში როგორი ნივთები მზადდებოდა. აი როგორც კი მაგალითად არქეოლოგი დავა აი ასეთ მოჭიქულ კერამიკაზე, მაშინ თარიღი ჩნდება, რომ ეს არის მე-13, მე-14 საუკუნეები. ანუ ეს არის არა მხოლოდ ნატეხი, ასე რომ ვთქვათ, ეს არის უძვირფასესი ინფორმაცია. თუნდაც აი ეს რა არის, ჩემი ყურადღება მიიქცია, აი ამ მინა ბატონო ვახტანგ. ეს არის მოოქროვილი ფრაგმენტები მინის. ეს ყველაფერი ოქროს ჯვრებია, ოქროს კვადრატები არის ჩასმული. რომელი საუკუნის არის ეს? ესეც ამ პერიოდსგან ეკუთვნება. მე-13, მე-14 საუკუნის. ნახეთ, მოოქროვილი მინა, რა საოცრება არის ახლა ეს არქეოლოგია რა. ეს არის აღმოჩენილი ქართულ ეკლესიაში. ეს არის სწორედ იმ ადგილას აღმოჩენილი, სადაც ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ. სოფტადესთან ახლოს სულ რამდენიმე კილომეტრშია ალამინოს წმინდა გიორგის ქართული ეკლესია.
შესასვლელი, ესე იგი? კი, მოგძანდით. ძველ ეკლესიაში. ძველ ეკლესიაში. როდესაც ჩვენი ექსპედიცია ჩამოვიდა და ჩვენი მიზანი იყო ქართული სიძველეების მოძიება ტერიტორიაზე, ჩვენ მქონდა რეალურად ძალიან მწირი ინფორმაცია. პარიზში გამოქვეყნებული წიგნიდან ერთი წინადადება იმის თაობაზე, რომ ალამინოსში და მის მახლობლად ქართველებს აქვს ეკლესია და მონასტრები. მარტო ამ ერთი წინადადების საფუძველზე აი ამ ვრცელ არეალში, რომელიც სოფელ ალამინოს ახლად აკრავს გარშემო, რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო რამის მიკვლევა, რამე ნაშთების მიკვლევა და საბედნიეროდ მამა ზაქარია, რომელიც ძალიან ზრუნავს ქართულ მემკვიდრეობაზე კვიპროსზე, ის დაგვეხმარა და გვაჩვენა ეს ადგილი, ჩანდა მარტო აი ეს და პატარა ჯვარი ზემოდან. და ეს ყველაფერი მიწით იყო დაფარული აბსოლუტურად. აქაურებმა იცოდნენ, რომ ეს იყო ქართული ეკლესია? არც არავის შეპარვია ეჭვი ამაში არასოდეს. ანუ ყველა მიცის აქ, რომ ეს არის ქართული ეკლესია, ალამინოსის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია. ძალიან საინტერესოა თვითონ აი ადგილობრივი მოსახლეობა როგორ იღებს ამას, რომ ეს არის ქართული ეკლესია. პოზიტიურად. ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობა და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ეს გავაკეთეთ და რეალურად აღვადგინეთ ის ეკლესია, სადაც სასულიერო მსახურება მიმდინარეობდა საუკუნეების მანძილზე, ეს საჩუქარი იყო ამ მოსახლეობისთვის. აი წარმოიდგინეთ უბრალოდ ქართული ეკლესია მე-14-მე-15 საუკუნეების ქართული ეკლესია, სადაც დღესაც ბერძნები მოდიან და ასრულებენ მართლა ყველა რიტუალს და ძალიან დიდ პატივისცემენ აქ. მართლა ძალიან ემოციური მომენტია ჩემი აზრით და ძალიან ემოციური ამბავია, რაც დაკავშირებული აი კვიპროსის კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასა და აი ამ ბერძნების თანაცხოვრებას. არაჩვეულებრივი მოვლენაა თავისთავად. ყველა თვალსაზრისით. განსაკუთრებით ჩვენთვის ქართველებისთვის, რომლებმაც კიდევ ერთი ჩვენი წარსულისა და ჩვენი წინაპრების ნამოღვაწარი გავასუფთავეთ და ვაჩვენეთ სამყაროს. კვიპროსზე ჩვენი უმთავრესი სასულიერო და საგანმანათლებლო კერა სოფელ ღალიასთან იყო. იმდენად დიდი იყო აქ ქართველების გავლენა, რომ კუნძულზე შეიქმნა თქმულება თითქოს თამარ მეფე ამ მონასტერშია დასაფლავებული. და აი ღალიის ქართველთა მონასტერი. შუა საუკუნეებში ეს ქართული სავანე ამ კუნძულზე იყო ერთ-ერთი უმდიდრესი და უძლიერესი. ახლა სამწუხაროდ მხოლოდ ეს ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ ამ ნანგრევებშიც კარგად იკითხება მისი წარსული დიდებულება. და დღესაც აქ კარგად არის შემორჩენილი ქართული კვალი. მონასტრის აღმოჩენა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მეცნიერს ვახტანგ ჯობაძეს უკავშირდება, რომელმაც 1981 წელს მიაკვლია ყველასგან მივიწყებულ ნანგრევებს. კვიპროსში მოღვაწე მღვდლის, მამა ზაქარია ფერაძის დიდი ძალისხმევით, აქ საქართველოს სახელმწიფომ არქეოლოგიური ექსპედიცია 2006 წელს დაიწყო. გათხრებს სათავეში ცნობილი არქეოლოგი იულონ გაგოშიძე ჩაუდგა. კარიბჭის წარწერები. აი ეს არის ძველი ქართული წარწერები. იკითხება ახლაც, აქ წერია მათეს შეეწიენ ღმერთმან, კვირიკეს შეეწიენ ღმერთმან, დანიელს შეეწიენ ღმერთმან, ნიკოლოზე არის აქ ასევე მოხსენიებული. აი ამ წარწერებით მოხდა პირველად ამ ტაძრის იდენტიფიცირება როგორც ღალიის ქართველთა მონასტრის. და შემდეგ თლიანად აქ არქეოლოგიური ექსპედიციის დროს უკვე 13 ქართული წარწერა აღმოჩნდა. და შიგნით არის კიდევ შუა საუკუნეების ფრესკებიც შემორჩენილი. წარმოიდგინეთ, როდესაც ამისი გათხრები დაიწყო, ეს ყველაფერი იყო მიწით დაფარული. და არქეოლოგების განსწავლად როგორი იქნებოდა, როდესაც ეს ყველაფერი გაიწმინდა და გამოჩნდა აი ეს სასწაული ფრესკები. ყველა სვეტი არის აქ ფრესკებით დაფარული. და როგორც მეცნიერები ამბობენ, თლიანად იყო მთელი ტაძარი მოხატული. და ისინი ფიქრობენ, რომ ეს მთელი კომპლექსი აშენებულია ქართველი და ბერძენი ოსტატების მიერ.
და ფრესკების მოხატულობაც შესაძლოა საქართველოსთან ჩამოსულმა ოსტატებმა შეასრულეს. ღალიის ქართველთა მონასტრის შესახებ მრავალი ისტორიული წყარო არსებობს. უძველესი ტექსტების მიხედვით, აქ ბერძნულიდან ქართულად ითარგმნებოდა უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები და იგზავნებოდა საქართველოსა და წმინდა მიწაზე. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე განსაკუთრებით მფარველობდნენ აქაურობას. 500 წელი იარსება ღალიის ქართველთა მონასტერმა. 500 წელი. და აი სიცოცხლე მან დაასრულა უკვე 1571 წელს, როდესაც თურქებმა მთლიანად დაიპყრეს კვიპროსი. და გადმოცემით აქ ბოლოს დარჩენილი იყო 7 ქართველი ბერი. მათგან 6 სასტიკად აწამეს და მოკლეს. და აი ერთმა შეძლო გაქცევა და გადმოცემის თანახმად ასევე ის გადახდა ფრიალო კლდიდან და გადარჩა უვნებლად. და დღესაც ადგილობრივები იმ კლდეს ბერის ნახტომს ეძახიან. ძეგლი სრულად იქნა შესწავლილი, თუმცა თამარ მეფის საფლავის საიდუმლო ისევ საიდუმლოდ რჩება. ჩდება ხოლმე მსგავსი ამბები, ეგ კი არ დასაფლავების ამბავზეც თუ გახსოვთ, რამდენიმე ვერსია არსებობს, თქოს საიდუმლო დაასაფლავეს, მერე დახოცეს ის მესაფლავეები და შემდეგ. შესაძლებელი საერთოდ დამოუკიდებელი წყაროდან გაჩენილი ლეგენდა, უბრალოდ საერთოდ ყოველთვის ესეთი დიდ ლეგენდარულ მონარქებზე, როგორც იყო თამარ მეფე ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არის შუა საუკუნოვანი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში. 2024 წლიდან კვიპროსში არქეოლოგიური ექსპედიცია გაგრძელდება. მეცნიერები უკვე ახლად გამოვლენილი ქართული ტაძრის ნაშთების გათხრას იწყებენ. რაც უფრო ჩავედით ღრმად ისტორიაში, აღმოაჩინეთ, რომ არა მარტო აქ, თვითონ ქალაქ დედაქალაქში ნიკოზიაში ყოფილა ქართული ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის, ასევე ფამაგუსტაში, რომელიც იყო ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი ვენეციელების მიერ გაკეთებული. ახლოს ნიკოზიასთან არის პატარა ქალაქი კერინია. წერია, რომ იქაც არის ქართული ეკლესია. კვიპროსს უწოდებდნენ და უწოდებენ წმინდათა კუნძულს, ანუ წმინდანების კუნძულს, ხო და ქართველებს ახლა კერები ქონდათ, არ არის გასაკვირი ესა. ასე რომ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენ აქ. კვიპროსის ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს ქართული მონასტრის აშენებისათვის მიწის ნაკვეთი საჩუქრად გადასცა. ეს საჩუქარი იმ წინაპრების დამსახურებაა, ვინც 100 წლეულების განმავლობაში საკუთარი მოღვაწეობით აქ წარუშლელი კვალი დატოვა. მიიღო და გაავრცელა ცოდნა ათონის მთიდან ეგვიპტემდე, კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდე და მაშინდელი განათლებული სამყაროს შექმნაში ღირსეული წვლილი შეიტანა.